მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს გვექნება AM შესანიშნავი AMG სტილზე გადაყვანილი C250-ის ასე ვთქვათ პრომო. ცოტა ხანში მივალთ ადგილზე, სადაც მანქანას გავაჩერებთ და სამი მხრიდან შემოგთავაზებთ ინფორმაციის განხილვის საკითხებს. ეს იქნება დრონიდან და ორი კამერიდან. ესე იგი, მანამ სანამ ავალთ, რა თქმა უნდა, ცოტა ტესტ დრაივს შემოგთავაზებთ, გაწევებს განახებთ, ტექოს მოქმედებას განახებთ, რამდენად მაგარი ძრავი აქვს და რამდენად სასიამოვნო. მეგობრებო, სპეციალური მომენტი მინდა შემოგთავაზოთ, რომ გაწევაც განახოთ მანქანის. ამაზე ვისაუბრებ მე უკვე თვითონ მანქანასთან და აგერ ახლა გავსწორდებით და განახებთ როგორ მოქმედებს აი სპორტ რეჟიმი იქნება, ჩვეულებრივი რეჟიმი. აი გაუშვათ აგერ ლექსო წინ შეგიძლია გადაიღო ახლა და აი ამასაც გადავღო, აი ჩანს არა? აი ახლა დაფრინავს. ერთადერთი ორჯერ ნაკლებს წვავდეს და მიშელეო და მანგელოს. თბილისში ახლა ამაზე საფათ ვერიული. კარგია. დავისწრებთ იმით, რომ მანქანა შევიწინე 2022 წელს. ჩემი პირველი მანქანა ავიღე მართვის მოძრაობა და მაშინათვე შევიწინე. პირველი მანქანაა და აი ისე ვუვლიდი, როგორც შულს, რომელიც არ მყავს. მოდით ისეთი მომენტი არის, შევიწინე გოგონასთან, რომელსაც ვიცნობდით, ეგეთ ამოწოჩი მუშაობს გოგონა, რომელმაც ჩამოიყვანა 2019 წელს. ასე ბაჭი გორდეზიანმა გადავიქორს მაგას ისტორია ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც კი არის თვალსაზრისი, გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მანქანას აქვს ძალიან კარგი ისტორია. ჩამოსულია ძალიან მცირე დარტყმით ბამპერზე, წინა ბამპერი ჩამოვარდნილი ჩამოვიდა, რომელიც რა თქმა უნდა გაკეთდა და თავის მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს ყოველ შემთხვევაში. ვიყიდე 2022 წელს, ვისგან ვიყიდე, გოგონასგან ვიყიდე, ფარაკის რუბავი, ყოველ შემთხვევაში ახლობელი ადამიანია, ოქროყანა თეგეტა, ოქროყანა მოძრაობდა გოგონა, ერთადერთი ქონდა ყველაფერზე, რულზე, მარჯვნივ, მარცხნივ, სადაც გოგონას ქონდა ურთიერთობა, ნაფხაჭნები, ხილები, ყველაფერი გაკეთებულია, გამოსწორებულია იდეალურად. რატო ვიყიდე მანქანა ახლა ასეთი კითხვა არის, რატო ვიყიდე? იმიტომ რომ Mercedes-Benz-ი ძალიან მიყვარს ყოველ შემთხვევაში, ესე იყო და ოჯახშიც დიდი პარტიის ცენტრი ყოველთვის, რომელსაც Mercedes-ი ყავდა სტუდიონოსტო და გადავწყვიტე და შესაბამისად მინდოდა რომ ყოფილიყო ბიუჯეტურიც პირველი მანქანის კვალობაზეც რომ კარგი ყოფილიყო, ასევე მინდოდა რომ ყოფილიყო ელეგანტური და ამ ახალმანქანი ძალიან მოვიხიბლე, იმიტომ რომ თავიდანვე სპორტული ელემენტები ერეოდა მის დიზაინში, მაგალითად უკვე ამერიკიდან რომ წამოვიდა და აუქციონზე უკვე E63 AMG-ის დისკები უკვე ეყენა და როგორც მანქანა ვიყიდე, აი ეს იყო ერთ-ერთი მოტივატორი, რომ AMG-ის ვიზუალზე მინდოდა რომ მანქანა ძალიან მომიყვანა და ამაზე მუშაობდი. მაინც Mercedes-Benz-ი რატომ უკვე ვთქვი? ველოდებოდი ამ მანქანიდან რას? ყოველ შემთხვევაში აი აქ ძალიან შევცდით, რომ 1.8 turbo ძრავი, ერთგვარი turbo ძრავი და თითქოს 1.8 turbo და
ცოტას დაწვავს, მაგრამ არა, შეფერხები ძალიან მაგარად წვავს, ქალაქში წვავს 12-დან 16 ლიტრამდე ძვებოდებო. სამაგერად ტრანსპორტი არის ძალიან ეკონომიური. ავტოპილოტით შეგიძლიათ 6.5 ლიტრიდან 7.5 litrამდე თავისუფლად დიალოთ აი თბილისიდან აგერ ზუგდიდში და ბათუმში. თუ ფეხით ძალიან გამოსტილი ხართ და გაზის ფეტვი შეგიძლიათ აკონტროლოთ და არ გინდათ ავტოპილოტზე გადასვლა, შეიძლება 5.8-5.9-ც კი დააყენოთ ისე, მაგრამ აი 5-ის ქვევით წარმოუდგენელია. ტურბინა პირდაპირ ირთვება, როგორც კი ტექნომეტრი არის 3-ზე და მოგვედ ჭამს. მიზეზი სხვადასხვაის ის გახლავთ, რომ ლაშენეგრად თბილისში საცხოვრებლად გადმოვედი, ისურა შეუძლებელი გახდა სოფლებში ამ ანგელოზის მოთხოვნილებების შესრულება. ხო, რატომ კიდე მიზეზი გახლავთ ეს, რომ ეკონომიის თვალსაზრისით 12-დან 16 litrამდე მოიხმარ ჩვენი მერცხალი, მოკლედ. ხო, მას შემდეგ რაც ჩემთან არის მანქანა, რა თქმა უნდა, არავის ხელში არ ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ ამანქანის პატრონი. აუქციონის საბუთები გვაქვს ამერიკიდან, ადამიანები ვის ხელშიც ამერიკაში იყო და აუქციონზე და მანამდეც ვის არის ყველაფერი საბუთები მე ეს მაქვს და ყოველ შემთხვევაში ვიცი და ამასაც რა თქმა უნდა გადმოგცემთ. მანქანას ჩავუტარე 163,000 კილომეტრზე კაპიტალური რემონტი. დაუყენე ახალი ორიგინალი ცები, რომელიც მარტო ცები $350-ზე მეტი დაჭდა. ვალუსები ორიგინალია, ქართულია, არც გაშაყვანაჩილებია, არც არაფერი არ დაჭირებია. ყოველ შემთხვევაში მზად არის იმისათვის, რომ გააგრძელოს. ანუ მაშინ როცა კაპიტალურ ვაჭრებით არ მოუთხოვია. ვალუსები იდეალურია, ახალ იდეალურია და როგორც კიდე ესე გააგრძელოს. იმიტომ რომ მოვლენადული მანქანას მოვლილია, ძალიან მოვლილია. ეხლა ამჟამად გარბენი რამდენიც არის უკვე მანქანაში, როდესაც ჩავждებით უკვე იქ განახერხთ. ზეთი არის ახალი გამოცვლილი, გავლილი აქვს 750 კილომეტრი ჩასვლიდან, თუმცა 7,800 კილომეტრამდე თავისუფლად გაივლით. პრობლემა არ არის, უმაღლესი ხარისხის ზეთი, ვალვოლაინში ვაცხამთ, ან მანოლში, თუ ფაისში მოხდებით. ამერიკული აუქციონიდან, კოპარტიდან არის კი ბატონო საბუთები გვაქვს, არის სუფთა, არ არის განადგურებული. ეგ დათვალიერება გადის უპრობლემოდ, საერთოდ არავისფერი პრობლემა არ გააჩნია მანქანას. ერთხელაც კი არ მქონია არანაირი პრობლემა, ერთადერთი იყო მომენტი, როდესაც თუმანიკი არ უმუშავებდა და ყოველ შემთხვევაში მეორე დღესვე გამოწვევდა. 30 ლარის თემა იყო, კაბელი იყო მოწყვეტილი. დიაგნოსტიკაც უპრობლემოდ გადის. ახლახანს ხონდა ერთი მომენტი, აი კაპიტალური შემდეგ მესამე ბაბინა იყო დაზიანებული, გადმოვიტანე პირველ ბაბინაზე. პირველ ბაბინაზე გადმოვიდა პრობლემა, აღმოჩნდა რომ ბაბინისა პრობლემა, ბაბინა გამოიცვალა, პრობლემა მოიხსნა. დაფრინოს გინდათ ეთი, გინდათ ეს სპორტული რეჟიმითაც მანქანა დაფრინოს. ახალი ვალუსები არ აქვს, არ ჭირდება, ორიგინალები დგას. ხო, კაპიტალურთან ერთად გამოიცვალა კოლოფის ზეთი, ძრავის ზეთი, ასევე რულის ზეთი, საჭის ზეთი გამოიცვალა, კაროტკის ზეთი გამოიცვალა, მანქანა არის წინცხალი. მას შემდეგ რაც კაპიტალური ჩატარდა, გავლილი აქვს დაახლოებით 15,000 კილომეტრამდე, ისიც არა. და ანუ კიდევ 85,000 თავისუფლად გაივლის, შეიძლება მეტი. როგორ გაატარეთ? იმაზეა დამოკიდებული. ხო, ძრავის მუშაობის ბილობა. ეხლა მოგეხსენებათ, რომ S კლასი არ არის და E კლასი, ეს არის C კლასი, აქვს AMG body kit, ფილზე არის გაწყობილი AMG-ზე და ახლა მაგასაც ცოტა ხანში მოგეკეთვით რა სიტუაცია ზოგადად ვიზუალზე და აი რატომ ეს თანხა და რატომ ასეთი მაღალი თანხა. აი ამ ყველაფერს ეხლა აგისვით. აგერ ჩემს დამატებით კამერაში ხო ვიდეოთი მომიახვილდეს, რომ განახოთ უკვე ახლოდან პირველ რიგში დამატებული აქვს ტუჩი, მანქანის ტუჩი, რომელიც ხშირად ბარდულების მსხვერპლი ხდება, ამიტომ ტუჩზე ყოველთვის გათვლილი უნდა გქონდეთ 150, 100, 200 ლარი, რომ ტუჩი შეიძლება ხშირად მოგიწვიოთ გამოწვევა, იმიტომ რომ ესეთი ბარდულებთან კონტაქტურია.
AMG დისკები, წითელი გული, AMG ნასაკები, AMG მომჭერები, AMG დამატებები, Fluent Pesticide, ამას სპოილერები, AMG-ს ვიზუალი, AMG-ს გულშიტელი, AMG-ს დიფუზორი, სურვილის ამებრ თუ თქვენ გექნებათ სურვილი შეგიძლიათ შუშის სპოილერი დაამატოთ. მე უბრალოდ არ დავამატე, იმიტომ რომ რატომღაც ცოტას მიბნელებდა აქ. სურვილის ამებრ შეგიძლიათ დაამატოთ, ყოველ შემთხვევაში არ აქვს. ეხლა ასევე უნდა ჩაგახედოთ თვითონ შიგნით სალონში როგორ სტილზე არის გაკეთებული. მე აუცილებლად დავდებ თვითონ სალონის ორიგინალ ტყავს, რომელიც დაუზიანებელია, სისხამი, თეთრი თავი. ეხლა მე უკვე AMG სტილზე მაქვს მოყვანილი, გადაკრული მაქვს. ეხლა უკვე როდესაც დაღამდება, ასევე განახებთ სალონის განათებებს და ქვედა ფსკერის განათებებს. საჭე სალონი თვითონ ყველაფერი არის AMG სტილზე მოყვანილი. შეგიძლიათ ასევე მინდა განახოთ საბარგულში რას გატანვატან საჩუქრად. ორიგინალი დამკრატი არის, რომელიც ანუ ამის ორიგინალი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ მაღალხარისხიანი არის, თვითონ დამკრატი ორიგინალია, ძალიან მარტივად წევს. თქვენ შეხედავთ, მოდით, აი ასევე აქვს ფრთები დამატებული, გვერდების ფრთები დამატებული და შესაბამისად დამკრატი სპეციალური გვაქვს, რომელიც პირდაპირ შედის და მანქანას წევს ზევით. ასევე კრემთმი კლუჩი, ასევე ამასაც გეტყვით რა არის, ეს არის სპეციალური კოჭას პრაკლატკები, რომელიც მე არ დამჭირვებია, უკვე წელიწად ნახევარზე მეტია, კოჭას არაფერი არ დამართნია, იდეალურად მუშაობს, რომ დაგჭირდეთ, აგერა 50 ასლარიანი თემატიკა, ესეც საჩუქრად მოყვება, ასევე მოყვება ელექტრო ნასოსი თავის ბორბლის გამწებით და ძალიან მაგრად მუშაობს. ასევე არის აგერ ზაპასკა ქვევით და რა თქმა უნდა აქ არის ელექტროგაყვანილობითი სისტემა, რომელიც ქვევით ფსკერს ანათებს. აქვს უკანა ხედვის კამერა მაღალხარისხიანი, მოდით წინ. აქვს სამი კამერა. არის სამი კამერა, წინ, უკან. შეგიძლიათ ეს კამერები გვერდიდან ატრიალოთ მარჯვნივ და მარცხნივ. შეგიძლიათ სალონი გადაიღოთ, შეგიძლიათ გვერდები გადაიღოთ, 64 გიგაბაიტიანი ვიდეო ჩიპი შიგნით დევს. Bluetooth სისტემა, მუსიკალური სისტემა, უმაღლესი ხარისხის საუნდია მანქანაში. ხო, ასევე მან უნდა მენახებია თქვენთვის, მან არის ასე დიაგნოსტიკის შტეკერი OBD, რომელსაც შეაერთებთ ტელეფონზე გექნებათ აპლიკაცია და მარტივად ხვდებით მანქანას თუ რა შეიძლება გაუჭირდეს და არავის არის ზედმეტი ხარჯები არ მოგიწევს. ელექტრონად ყველაფერი თქვი, დამკრატი გვერდინო კუჩი. ხო, მანქანის სუსტი წერტილები, აი მოვედით მანქანის სუსტ წერტილებზე. და არა მხოლოდ ამ მანქანაზე, ახლა საუბარი ზოგადად ამ მოდელებზე და რა თქმა უნდა ამაზეც. მანქანა არ ჭამს და არ სვამს იმაზე მეც ბენზინზეც, რასაც სხვა ეს მოდელები არ აკეთებს. მაგრამ სხვებიდან განსხვავებით კაპიტალურად კაპიტალური ამას ჩატარებული აქვს. მანქანა ფაქტურად არის ახალ-ახალივით. მანქანას არ უყვარს აწეწრები, ადგილიდან აწეწრები, გიორგის არიშვილს მოვიკითხავ. არ უყვარს ადგილიდან აწეწრები, გაგორებულზე იდეალურია, მანქანა გასიამოვნებთ დასვლაზე, აგრონებში, დაყენებულ სიჩქარეზე, მომენტალური აწეწრები მანქანას არ უყვარს, არის ამასთან ცოტა მგრძნობიარე. მაგრამ თუ თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ ამის ნებისმიერ ესე ვთქვათ გამოწვევას, მოთხოვნას შეეჭიდოთ, პრობლემა არ არის. რა დაიყვანეთ ტურბო რეჟიმზე და დაგდახდები წავალ. ამ მომენტისათვის ვით უმეტეს ახლა კიდევ 50-60,000 კილომეტრი, საერთოდ არანაირი პრობლემა არ ექნება. ასევე კაპიტალურის გამოცვლის დროს მაღალი წნევის ნასოსი იდეალურად მუშაობს და არ დაჯერებია არაფერი.
ასევე გატარებ სპეციალურ სითხეს, რომელსაც სუბრისამებრ შეგვიძლია ჩაასხათ ბენზინ ბაკში, შემდეგ უკვე 50 ლიტრი ბენზინს დაამატებ, ყველაფერს წმენდში. მე ვასხამო პეტროლის პრემიუმს და 40-30% მომენტე მასში უკვე პეტროლის სუპერს. ლუკოილის მოვსინჯა სხვადასხვა მაინც არის სიამოვნა, არ ვიცი მიჩვევის ამბავია თუ უბრალოდ რომ პეტროლზე იყო მიჩვეული. Так. ვიზუალური ახლა ხო მეორე კამერას რომ განახოთ ის ვიზუალური ხარვეზები რაც მას აქვს. დავიწყოთ იმით რომ მანქანაზე ჩატარებული არის პოლირება და კერამიკა. ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა და ასევე მანქანას მოყვება ისი დამცავი, რომელიც მზისგან, ცეკვისგან, წვიმისგან ასევე დაიცავს მანქანას. ესე იგი, ერთი მომენტი არის ამ ადგილას შესაძლებელია რომ მანქანა მოითხოვოს სამომავლოდ გაშკურკა, გაშპაკლა და ამ ადგილის მერე უკვე ხელახლა პოლირება. ასევე მინდა გითხრათ რომ რამდენჯერმე მანქანას ჰქონდა აი აქ ნახახუნები, აქ ჰქონდა ნახახუნები. ეს ადგილები შეღებილია, გაპალირებულია. კიდევ ადგილები ამერიკიდან როდესაც ჩამოვიდა აქ ჰქონდა ესეთი ხაზი პატარა. მას შემდეგ ასე აქვს. ჩვენ ვერაფერი ვერ შევუცვალეთ და ასე მოდის. სხვა მანქანას ფაქტურად არანაირი პრობლემა არ აქვს. კაპოტი ქართულ საღებავზეა, არ არის საერთოდ შენაღები. სურვილისამებრ შეგიძლიათ უკვე სამომავლოდ თქვენ თვითონ გააკეთოთ. ყოველ შემთხვევაში პალირებას აქვს გაკეთებული და კერამიკაც გაკეთებულია უმაღლეს ხარისხზე. გასულჩევდი ახალ მესაკუთრეს პირველ რიგში ხო აგერაც არის პატარა დეტალი რომელიც ხოდა საბურათებულა მაგრამ დიდი არაფერი ესე არის ჩამოსული თვითონ ამერიკიდანაც აი ეს მომენტი არის ყურწი ოდნავ შეღუნული აქვს ესაც ამერიკიდან ასეა ჩამოსული ხო რას ურჩევდი ახლა იმ ადამიანს ვისაც ამერიკანის ყიდვა უნდა და გადაწყვეტს იყიდოს თუ არ იყიდოს პირველ რიგში ეს არ არის მანქანა რომელიც არის ეკონომიური. ამ მანქანას უყვარს აქტივისცემა და ყურადღება. ეს არის ჩემი პირველი და ერთადერთი მანქანა. და ასევე თანახმოვარ გავცვალო მანქანა ან Toyota Avalon-ში 2013-14-15 წლების კომპლექტაციაზე შევხედავ, დავილაპარაკეთ, დავხარჯები თუ არა. 13-15 წლის Toyota Avalon-ში თანახმოვარ გავცვალო, ასევე თანახმოვარ გავცვალო მანქანა Toyota Camry-ში 2015-16-17 წლები. 18 უფრო მეტი დღეს ჰიბრიდებზეა საუბარი. მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდებზეა საუბარი 15-17 წლების Toyota Camry და ასევე შესაძლებელია განვიხილოთ გაცვლის მომენტი Ford Fusion-ზე 18-19-20 წლების Ford Fusion-ზე. რა თქმა უნდა, ჰიბრიდია საუბარი. ჰიბრიდი იქნება, რა თქმა უნდა, კარგი მანქანა, მოვლილი მანქანა და ისევე ესეთი მანქანა, რომელიც ნატანჯი არ იქნება. ეხლა ფიქრობთ, რატომ მინდა მე ეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ LX Travel ჯგუფი, უკვე რომლებიც აქტიურად ვართ ტურიზმში ჩართული, ტურისტებს ვხვდებით, მოყავს, იქნება ეს ქალაქის ტური, იქნება ეს სოფლების ტური, იქნება ეს კუთხეების ტური თუ ფილმის. ჩვენ გვჭირდება მანქანა, რომელიც ეკონომიური იქნება ქალაქში და ეკონომიური იქნება ასევე ტრასაზე. ასევე განიხილება სიტუაციები, თუ მანქანაში უკვე ჩადგმული არის, ან ჰიბრიდში უკვე ჩადგმული არის დამატებით გაზი, თუ არის ჩადგმული გაზი, შესაძლებელი იქნება უკვე ჩვენი მხრიდან თანხის დამატებაზეც საუბარი თუ მანქანა იქნება ღირებული. თორემ მე მინდა რომ ჩაგახედოთ ეხლა რა თქმა უნდა ჩვენს კაპოტში და ხომშენ ამის კამერას სამოგოთ. შევიხედოთ კაპოტში. აი შეგვიძლია აი ესეც შევხედოთ ცილინდრები ყველაფერი ნორმაზეა ყველაფერი ემრიელად არის
ზეთიც, ანტიფრიზიც, აკუმულატორი ახალია, ჩადგმულია 4-5 თვის წინ, მუშაობს იდეალურად. წყალში ყოველთვის ტაბლეტებით. არანაირი პრობლემა არ აქვს. მანქანა არის C250, V204, 2011 წლის და 2012 წლიდან კომპანიაში იყო სამსახურის მანქანა, რომელიც გახდა გაჩერებული იყო, გახდა რა ისევ წინ კონდა დაზიანება ბამპერზე, ეს ფოტოების, ეს ვიზუალის ყველაფერი კომპანიაზე ჩანს და რა თქმა უნდა შეგიძლიათ ამასაც თქვენ თვითონაც გადაამოწმოთ. ვინდოუსით მოყვება, ყველაფერი მოყვება და ძალიან თუ ეს ვიდეო ნანახი არ გაქვთ, არ მომწეროთ, იმიტომ რომ თქვენ ფას ვერ გაიგებთ, ვერ მივხვდებით რა არის ეს მანქანა და რატომ იყიდება. ეს მანქანა არ იყიდება იმის გამო, რომ რაღაცა ჭირს. ეს მანქანა იყიდება იმის გამო, რომ თქვენ electravel groups ჭირდება მანქანები უკვე, რომლებიც იქნება ეკონომიური და დიდი. იმიტომ რომ ამას C-კლასები ზოგადად უფრო პატარა მანქანებია, ვიდრე E-კლასები და X-კლასები და შესაბამისად კომფორტულიც ნაკლებად და უფრო სპორტულია. ვით უმეტეს უნდა იყოს 17-იან დისკებზე, გადაყვანილია 18-იანზე, ასევე იმასაც გეტყვით, რომ ვიზუალური ეფექტისთვის უკან დაყენებულია 65-იანი დისკები. მე გირჩევთ, რომ გადმოიყვანოთ 55-იან, ანუ რეზინებზე, ბორბლებზე, იმისათვის, რომ რამდენიმე ადამიანი უნდა ჩაგიჯდება და წონა დაემატება, რომ ხახუნი არ მოხდეს ბორბლებს. ერთადერთი ეს არის. მე ყოველ შემთხვევაში რო განეჩერებინა ამ ტურიზმში, აუცილებლად 55 მეტრზე გადმოვიყვანდი 35 მეტრზე. იქ არის 265-35 მეტრზე, არის ძალიან მაგარი ვიზუალით და ამის უკვე მოქმედებაში ამ ყველაფერს ასევე რა თქმა უნდა განახორციელებ. მოკლედ მეგობრებო, აგერ უკვე მანქანაში ვზივართ, უკვე ტესტ დრაივი განხეთ და ახლა თვითონ როგორი სიტუაცია, აი გემრიელად კომფორტი, Mercedes რომ გააჩნია, ახლა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე კონდენსიონერი მუშაობს ძალიან კარგად, აი ორზეა ჩართული, გაყინულები ვართ. მანქანა ფაქტიურად უპრობლემო არის. გააჩნია ვის ხელში მოხდება. იქნება ადამიანის ხელში, ვისაც მოვლა არ შეუძლია, ვისაც უყვარს მანქანის წამება, მანქანაც გააწამებს. არ გაპატიებს. თუ ყველაფერს გააკეთებ ისე როგორც საჭიროა, თუ მოვლი გასიამონებს. თუ გეტყვის რაღაცა მჭირდებაო და არ გაუკეთებ, კარლ ბენციც რო გააცოცხლოთ, ისიც კი ვერ გიშველით. დაბარმატებები. მეგობრებო, როგორ შეგვირდით, მინდა განახოთ საკმაოდ მანქანა როგორ ვიზუალზეა. Paul Walker-ის სტილისტიკა. მოდი შეგნით შეგიძლია შეიხედო. აი, სალონი როგორი განათებული. აი უკან ჩაიხედო. აი გაიღო სინათლე აინთო. ფრთები. წინ ფრთები. უკნიდან მოკლედ მეგობრებო, აგერ შეიხედა სამარხში. როგორც ხედავთ, მანქანა არის დახატული. ხოლოდ ელის ახალ მესაკუთრეს მეპატრონეს. მანქანა არის სიყვარულით და თქვენ თვითონაც ხედავთ, ახლა სული დაგულია მანქანაში ჩადებული. ფოტოს გადაღება იქნება მანქანასთან, ყურადღება იქნება, მანქანას არასდროს არ აკლია. აი უკნიდან შეგიძლიათ გადაიღოთ, უკნიდან რაღაცა დააფიქსიროთ რაღაც კადრები. ფოტო კადრებსაც მოგაწოდებთ. იქიდანაც შეიძლება, იქიდანაც შეხედოთ, რომ არის ფიქრო რომ მარტო აქედან უბრალოდ ისე არის გაჩერებული, რომ ულამაზესია, აი ულამაზესი.